სასაცილო ისტორიაა, ხო? ეხლა ფორმებზე საუბრობთ 21 საუკუნის საქართველოში. წარმოუდგენელი ისტორია, ფორმები ჯერ კიდევ საძულველი იყო, მე რო ვსწავლობდი სკოლაში. ძალიან დიდი ხნის წინ იყო, 40 წლის წინ იყო დაახლოებით და მაშინ იყო ეს სალაპარაკო გაგალია საბჭოთა კავშირის დროს და ეხლა რომ ესმის რომ კიდე რაღაცა სკოლის ფორმებზე ვსაუბრობთ, რომ თურმე ეს არის რაღაცა სოციალური თანასწორობის დამკვიდრების არ ტყუილი არ არის ჯერ საერთოდ ვინ თქვა რომ სოციალური თანასწორობის ხელოვნურად დამკვიდრება არის კარგი სოციალური თანასწორობა უნდა დაამკვიდრო იმგვარად რომ ყველა ადამიანს შეუქმნა თანაბარი შესაძლებლობები. მადლობა დახმარებისთვის, ნამდვილად ასეა. და არა იმით, რომ ყველა ადამიანი უნიფორმირებული უნდა იყოს პირდაპირ და გადაყენითი მნიშვნელობით. ჩემ სკოლაში რო წავიდე ახლა ინგლისში და თქვა რომ მოდი რეფერენდუმი ჩავატაროთ, გვინდა თუ არა სკოლის ფორმა, 90% მოსწავლე მინიმუმ იტყოდა რომ არა ეს არის არასწორი, მაგრამ ეხლა კი რამდენიმე ქვეყანაში ის არის, ეხლა კი შეიძლება ინგლისის მაგალითად აიღო, იხმაროს არგუმენტი რომ აი ინგლისში არის, მაგრამ ეხლა ეს არის ინგლისში რადგან არის გარდნიშნავს რომ კარგია. იმიტომ რომ ინგლისში ლორდთა პალატაც არის და იმედია რომ ჩვენ კობახიძეების საგვარეულოს არ ვნახავთ ლორდთა პალატაში.